საბოტაჟის საქმეა და საბოტაჟზე უნდა თქვა ორიოდე სიტყვა. ჯერ ერთი ნახეთ რა დამარხეს ტურიზმის სფეროს. თლიანად მიაბეს რუსულ ტურისტებს, თლიანად. მაშინ როცა ჩემ დროს 70% იყო დასავლეთის და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები და ამან გააკეთა ის რომ პრაქტიკულად თლიანად გაუარესდა ხარისხი და სრულად ღორული დამოკიდებულება აქვს ჩამოსულებს ჩვენი ხალხის მიმართ. სპეციალურად დახურეს ამერიკელმა მასწავლებლის პროგრამა, რომ ინგლისური ხალხს არ ცოდოდა და წაახალისოს იცოდეთ რუსული. ქვეყანაში დგას რუსული შარდის სული. იქ სადაც თვითმმართველი ხელისუფლება დგას უკანა თათებზე და რუსეთს შეყურებს თვალებში და ცდილობს ყველა მისი სურვილი გამოიცნოს და შეუსრულოს. რათა ყოველკვირეულად ბინძურმა დედაკაცმა ზახაროვამ შეაქოს მორის პრესკონფერენციაზე. და ამ ზახაროვას რომ სადმე გადაეყაროს თავმოყარე ქართველი ასეთები კიდევ დარჩა ბევრი და უხეშად გასცეს პასუხი. ესაც ქალებზე ძალადობა ჩაითვლება და მასეც საქმეს აღძრავენ. ხოდა სადაც ასეთ ქვეყანაში ჩამოდიან რუსები, რომელსაც კაპიტულატიური ხელისუფლება ყავს, იქ ისინი რა თქმა უნდა ელიან რომ თითეული ქართველი უნდა იდგას მათ წინაშე უკანა თათებზე და შეუსრულოს მათი ნებისმიერი კაპრიზი, ჯერ გამოიცნოს და მერე შეუსრულოს. ხოდა თუ ვინმე გადაუხვია ამას, რა თქმა უნდა რუსების თვალსაზრისით იმსახურებს ლანძღვასაც და იმსახურებს თავზე მოსაქმეებასაც. ოღონდ აქ კიდევ არის ერთი რამე გათვალისწინებული, რაც უფრო დაუწევით, რაც უფრო თავს დაინცირებთ, რაც უფრო თავზე ნაცარს დაიღეთ, მით უფრო დაგიძახეთ პაპუას და ველურს და მით უფრო გადაწყვეტს, რომ აუცილებელია თქვენთვის რეგულარულად თავში წამოწყვეტი. დიახაც რომ ამათვის თქვენ ხართ დამცირებული, საქართველოს შედგება ველური პაპუასებისგან. ის რაც კახეთის სასტუმროში მოხდა, არც შემთხვევითია და არც ერთეული და ეს ყველა მიცის. შემოსეული ხორები გვექცევიან როგორც დაპყრობილ ქვეყანას, სადაც მოსულა ის, რაც მათთვის მათ ქვეყანაში არის შეუძლებელი. ჩემ დროს არის რუსული ტურისტები, მე გავხსენი მათ საქართველოში უვიზო მიმოსვლა. მაგრამ რომელი რუსი გაბედავდა სააკაშვილის დროს, ასეთი რამის გაკეთებას, გაფიქრებასაც კი და შევინოთ იცოდნენ რა მოუვიდოთ. იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელმაც მათ ჯარს შეუბრუნა ხელი. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელმაც იყო სოფლიოს პირველი რეფორმატორი და რომელმაც გაატარა ისეთი რეფორმები, რომელზეც რუსებს მხოლოდ ოცნება შეეძლოთ და მათ ისინი შემოუგრატყვდნენ ჩვენ და შურდათ ჩვენ. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, სადაც განსხვავებით მათი სახორეთიდან არც კორუფცია იყო და უსაფრთხოება იყო სრული. და ადამიანებს ექცეოდნენ ადამიანურად. და ამის სანახავადაც ჩამოდიოდნენ. ერთ-ერთი თავარი мотиваცია, რატო ჩამოდიოდნენ სააკაშვილის დროს რუსები საქართველოში იყო აი ამით დათმობის და შემოყურება ქვემოდან ზემოთ. ახლა ყველაფერი არის პირიქით. ეს დამოკიდებულება თინად შეიცვალა და ეხლა ჩვენ ვართ მათთვის დაპყრობილი და დაჩმორებული ტერიტორია, სადაც ყველაფერი მოსულა და შეიძლება შენი ყველაფერი შენი არასრულფასოვნების კომპლექსი, ეს არის ხმად არასრულფასოვნების კომპლექსი დაავადებული ერი, ბოლომდე დაიწყო. ეს არის ქვეყანა, სადაც ის ჯარისკაცები, რომელიც მათ შეერკინენ, ის გმირი გაწუხელიძე მოიხსენება კი არის სუბიექტად და მისი ხსენება არ არის რეკომენდებული და უნდათ რომ დავიწყებას მიცენ. ეს არის ქვეყანა, სადაც ის პრეზიდენტი, რომელიც რუსებს ხელი შეუბრუნა და რომელიც რუსებს თავისი ადგილი მიუჩინა, მიწაზე ათრიეთ და ყველანაირ დამცირებულ ტყვეობაში ამყოფებთ. ეს არის ქვეყანა, ადგილი, სადაც იმ რეფორმებისგან, რომელსაც ისინი ასე შენაწყვეტდნენ, რომელსაც ის მათ ასე შურდათ, არაფერი აღარ დარჩა. და ვინც რუსეთზე პოლიტიკოსმა რამე თქვა რუსეთზე, როგორც აი ამ პროცესზე, ყველა აციხეში არ უპირ ციხის გზაზე. და რა თქმა უნდა, მათი თვალსაზრისით ასეთი ტერიტორია იმსახურებს მათ, რომ მათ თავზე გვიქნა რუსების მოთხოვნით
გაუქმეს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, დახურეს ამერიკული მასწავლებლების პროგრამა, დახოცეს ჩვენი სპეცრაზმელები, პრაქტიკულად გაუქმეს ქართული ჯარი, 5 ბრიგადინა 4-ია დარჩენილი, რომელიც სანახევროდაც კი არ არის დაკომპლექტებული და დრონების პროგრამით წლიანად გაუქმებულია და ჯარს უთხრეს, რომ ხელი არ უნდა გააძლიერო. ანგრევენ განათლების სისტემას რუსეთთან შეთანხმებით, იმიტომ რომ ესეც რუსეთის დაკვეთა და ანგრევენ თანამედროვე შენობებსაც კი. იმიტომ რომ ასეთი რუსეთში არ დგას და ამიტომ საქართველოსაც ვერ უნდა გაბედოს, რომ ისეთი აქ იდგა. და აქ მივდივართ თავარამდე. არც ერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში არაფრენილა ასე მაღლა და არ განარცხებულა და დამარცხებულა ასე მწარით. როგორც საქართველო. არავინ არაფრენილა მაღლა ასე იმ 9 წელში როგორც საქართველო და არავინ არ დამარცხებულა ისე მწარით გაუბედურებოდ როგორც ტერიტორიად ქცეული საქართველო, რომელზეც ფეხებს იწმინდა. ჩვენ დავმარცხეთ, ბოლო წლებში დავმართა ეს უბედურება და ჩვენ დავმარცხეთ იმის გამო, რომ გაიმარჯვა მონულმა კომპლექსმა, რომელიც დამხმარებლება ჩაგვაგონეს საუკუნეების განმავლობაში. დაც ბაბაია უნდა უძახო, რუსტურიცად ბაბაია უნდა უძახო, აბარა, გასაკუთრებით როცა თავზე გიშვება, მაშინ კიდევ უფრო მეტად ბაბაია უნდა უძახო. ნატაშას იმიტომ რომ დამცირებულ ქვეყანაში ნატაშა შარდი უნდა შეირგო, აბა როგორ არის მაგრამ. და ჩვენ გავიმარჯვეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ მარასმოსმოსონის კომპლექსს მოვიხსნით და როდესაც მივხვდებით, რომ არავისთვის თავის გაყადრება და თავის დახრა არ ხერს. და როდესაც სიმართლე გაიმარჯვებს, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს. მაშინ ტყუილი დამარცხდება. ამ სასამართლოში ძალიან მძაფრად ცემს რუსული შარდის სული. ცემს როგორც შემადგენლობაში, ასევე აი ამ ბადრაგის მხრიდან, რომელსაც ეგან ბრძანება გასცა ჩემთვის, ბორკილები მოეჭერა ხელზე. კარგად მოუჭირეთ ბორკილები, ისე ჭორვილურად გასცა ბრძანება. იმიტომ ეს არის რუსეთის დაკვეთა. ეს არის ესენი გონიათ რომ ვითომ არაფერი. ეს არის რუსეთის დაკვეთა. და ეგ ასე რომ მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, ჩვენ უნდა გავიდეთ თავისუფლებაზე, ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ჩვენი ღირსება, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სიამაყე, იმიტომ რომ ჩვენი სიამაყის მოკვლა იყო ივანიშვილისთვის და აი ყველასთვის რუსეთის თავარი დაკვეთა, დამცირება საქართველოში და საქართველოს სიმბოლოების და ვერ დავშვიდები, იმიტომ რომ სანამ თქვენ ესეთ მონები ხართ, ვერ დავშვიდები, იმიტომ რომ მეწოდებით და ვიცოდებ, მართლა მეწოდებ. და მინდა გითხრათ, ან თავისუფლება, ან სიკვდილი. და იქნება თავისუფლება და იქნება ჩვენი მტრის და მისი დამქაშების სიკვდილი. ამაში ეჭვი არ მეპარება, იმიტომ რომ ჩვენ ამას უპასუხოდ არ დავდგინოთ. და კიდევ ერთხელ, დღეს არის ნანი ბრეგვაძის ჩვენი გენიალური მომღერლის 90 წლის იუბილე. ნანის კარგად იცის ჩემი ოჯახის, იმიტომ რომ მისი ქმარიც ასე უსამართლოდ იყო მეუღლე დაპატიმრებული რამდენიმე წელი და მე გადაყო კიდევაც ამას და მინდა ნანის უთხრა, მადლობა თანადგომის, რომ განსხვავებით ყველა თქვენგან, ნანი ყველას მიმართვას მოვაწერა ხელი ჩემი განთავისუფლების შესახებ. ყველაზე თუ დროს დავიწყეთ გვერდზე და საქართველოს არსებობს. თქვენი და არსებობს ნანი ბრეგვაძეს და საქართველოს არ დარჩებათ თქვენ და დარჩებათ ნიჭიერ, პატრიოტ, სათნო, კეთილშობილ ადამიანებს, როგორც არის ნანი. ასევე დღეს არის ჩემი შვილი ედვარდის დაბადებისდღე, რომელსაც ძალიან ვამაყობ. რომელსაც ასეთი პრივილეგია არ ჰქონდა პრეზიდენტობის შვილობის დროს და ამიტომაც გაიზარდა ასეთი მაგარი. ყველგან სადაც იყო ყოველთვის იყო ყველგან პირველად, დღესაც ასე არის. ასაც ფური აბსოლუტზე საქმე და არასდროს არ ჰქონდა ბუნებრივია. არც რამე მატერიალური და სხვა საგებელი ჩემგან, მით უმეტეს თავის ქვეყანაში ვერ ჩამოდის ამ უბედურების გამო, რაც აკტრიალებს, თუმცა უზომოდ უყვარს ეს ქვეყანა,
მაგრამ კარგად დაამტკიცა. თავისუფლებაში და პატივისცემაში გასდილი ქართველი ყოველთვის მიაღწევს ყველაფერს, სადაც უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ მივაღწევთ ამას საკუთარ სამშობლოში, საკუთარ საქართველოში. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. დიდება საქართველოს. და კიდევ ერთი. მინდა მიმართო იმ ახალგაზრდებს, რომელიც გამოვიდა. ძალიან გამიხარდა, რომ გამოხვედით ქუჩაში გუშინ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ერთ ადამიანს ჩვენ გამოვიხდეთ ციხიდან, კი, ვინც რუსებს ხელი შეუბრუნდა და ღირსება დაიწვა. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმის თავარი მიზეზის გამო, რისთვისაც აი ეს ყველა ადამიანი ასე დამცირებული და გაუბედურებული. ჩვენ უნდა გამოვიდეთ რუსული საოკუპაციო დიქტატურის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამ დიქტატურის პირობებში საქართველოში სულ უფრო მეტად იდგება ეს შარდის სუნი, სულ უფრო მეტად გვიზამენ თავზე, სულ უფრო მეტად დაგომცირებენ და სულ უფრო მეტად გაგვასწორებენ და ჩავტყებიან მიწაში. ქართველი არ შეიძლება იყოს მუხლებზე დაჩოქილი. დღეს საქართველოს ოკუპანტებს ყავთ მუხლებზე დაჩოქილი. დროა ფეხზე წამოდგომის, დროა თავისუფლებისთვის ნამდვილი ბრძოლის და არა ცალკეული გამოვლენებების ხოლმე. კიდევ ერთხელ, თავისუფლება ან სიკვდილი.